იესო მიუგო და რქვა მათ. ანუ ეუბნება მის წინაშე მდგომ ადამიანებს. მამაი ჩემი მოაქამომდე იქმს და მეცა ვიქმ. ეს საინტერესო სიტყვებია, იმიტომ რომ ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთმა მეშვიდე დღეს დაისვენა და არაფერს აღარ აკეთებს. და მთელი რიგი მიმდინარეობები იყო, როდესაც საუბრობდნენ, რომ ღმერთი საერთოდ არ ერევა სამყაროში. და ხშირად როცა ადამიანს უჭირს განსასწრელი როცა აქვს, მოდის მასში ეს გულის სიტყვა, რომ მიტოვებული ვარ ღმერთისგან. ესეთი რამე არასოდეს ხდება. არათუ ადამიანი, არამედ ერთი პატარა ჩიტიც კი არ არის მიტოვებული, როგორც უფალი სახარებაში გვასწავლის. და ის რომ ღმერთი მუდამ იქმს, სწორედ უფალი ეხა აქ ჩვენს ეს ხო გამოცხადებითი ჭეშმარიტება, ჩვენ საიდან ვიცით, თუ რაიმე ვიცით იქიდან რომ მოვიდა ადამიანად ღმერთი და გვითხრა ყოველივე, რაც ჩვენი ცხოვრებისათვის აუცილებელია და იგვეუბნება რომ მამაი ჩემი მოაქამომდე იქმს, ანუ სულ იქმს, აქაც აი ამ წუთშიც იქმს. და თავის თავს წარმოაჩენს მამის თანასწორად იმ წელს. მეც ვიქმ. და რადგან მამას და ძეს ერთინება აქვს, მოგეხსენებათ, რომ ერთ საქმეს იქმან, რაც ჩვენ ცხოვრებას უკავშირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვიყო იმედიანად. არც ერთი წამი ჩემს ცხოვრებაში არ არის, როცა ღმერთი ჩემს ცხოვრებაში არის იქმს, ანუ არ განაგებს, არ განმგებლობს, არ მფარველობს, ყურადღებას არ მაქცევს. არც ერთი წამი არ არის ჩემს ცხოვრებაში ასეთი.